გამარჯობა მეგობრებო, აი ეს არის კიტრი კონკურენტი, ესე ქვია ჯიში. მე ჯიშია, არ არის ჰიბრიდი. მე ჩითილები რო ამერია, უკვე ერთად დავრგე, რა თქმა უნდა, ეხა აქ არის ზოზულია, ეს კონკურენტი და კიდე ერთი სულ პაწუებს რო ისხამს ამაზე, ამის ნახევარ ზომის კიტრები აქვს ხოლმე. ძალიან სასაცილო რა. ერთი სიტყვით მე აი კიტრები ჯერ არაფრით არ დამემუშავებია. რეალურად მაინტერესებდა მათი ამტანიანობა. აქ ძალიან ცუდი ადგილი შეხვდათ. ძალიან აი ქარის დერეფანია პირდაპირ და უკეთეს ადგილას რო ყოფილიყვნენ, ბევრად კარგი იქნებოდა. ძალიან გამაოცა ამის გემომ. მომავალ წელს აუცილებლად ვიშოვი, ან აქედან ავიღებ თესლს. დავაბერებ რამოდენიმეს და აუცილებლად მექნება ეს კიტრი, ოღონდ ცალკე რაღაც უფრო კარგს პირობებში რა, აი ზოზულია თუ უძლებს ყველაფერს და უკვე თითქმის აი ქარი გასული და ეხა ტყემალზე წავამალე ცოტა ხანში, ამას ძალიან უჭირდა ქარების დროს და დავტოვე ესე დაბალზე და პირიქით გადმოუშვი ბილიკზე. ხო, თუმცა გემოთი არის არაჩვეულებრივი, აი ესეც კონკურენტია. ხო, ვინაიდან არის ჯიში, რა თქმა უნდა, მე თავი ეგრევე წავაწყვიტე, რომ არ მქონოდა მარტო ცრუ ყვავილების მოსავალი და ძალიან საკმაოდ ნორმალურად ინასკვება, უკვე აი პატარა კიტრებს დაინახავთ ბერს, მანუ მარტო ცრუ ყვავილები არ არის, ჯიშებს უნდა სწორად სხლა და ფორმირება. ნუ ეხა ზოზულია. მაგრამ გემოთი ეს ჯობია აშკარად. ხო და ასე თუ ისე თავიდანვე დაიწყო ნაყოფი, ეხა მე ყოველდღე ვკრეფავ, აული ჩამოული მოვკრეფავ. მე არ მიყვარს ხოლმე კიტრების დაბერება, ბებერი თუ მინდა წავალ, ეს გამომპარვი ერთხელ. წავალ და იმაში ვიყიდე, რა ქვია. სადმე ბაზარში, თუმცა უსასუქოს რას იყიდე იქ, მაგრამ მაინც. ხო და ძალიან ვიცოდი ეს ჯიში, მე უბრალოდ ძალიან დიდი ხნის ეს ძველი ჯიში არის საკმაოდ რა. და იმაზეც ეხლა ჩემთან არ არის, რა თქმა უნდა, ისე ჭრაქიდანაც არის. თუმცა ეხა იდეალურად მდგომარეობაში არ არის, შეუწამლავია კიტრი აბსოლუტურად, აი შეხედეთ. ნუ მულჩი თავისას აკეთებს, რა თქმა უნდა. მაგრამ აი გემოთი ჩვენ რო გვაქვს ფორჩხის კიტრი და ძალიან უჭირს აღმოსავლეთ საქართველოში და ძალიან უჭირს ცოტა ქარიან ადგილებში და ეგრევე ჭრაქიდანაც არის, იმასთან შედარებით საკმაოდ ამტანი არის. და მე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ კიტრს მე ვიყოლიებ მუდმივად გემოს გამო პირველ რიგში. ხო, ზომები არის, პატარები არის, აი ეგრე კიდე. ხო, ძებნა და ის კი უნდა ხოლმე აგროვებისას რა. აი ესეთი ზომები არის. საპიკულეთაც კარგია, სახრამონოთაც კარგია. ბავშვებისთვის გადასარევი იქნება, უყვართ ბავშვებს პატარა კიტრები. ხო და მე რომ მომეძებნა უკეთესი ადგილი, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა. აი ბევრად. ხო. ასე რომ მე ნელ-ნელა მე დავიწყებ ყველა ჯიშებზე და ჰიბრიდებზე ჩაწერას ვიდეოს. აი პირველი არის ჩავთვალოთ ეს. ხო და გვეცოდინება მაინც რომელი გამოდგა, რომელი არ გამოდგა, რომელიც აი ესე არ გამოდგება ხოლმე, დაიწყებს რაღაც უაზროდ დატოტვას მარტო და ძალიან მალე დაავადდება და რაღაც ეგეთები, მე იმას ეგრევე ვიშორებ ხოლმე რა. ეგრევე ამოვაძრობ ხოლმე ნიადაგიდან და გავუყენებ გზას. ეს აქ ნესვი გამომეპარა ალბათ კიტრებთან. ხო, ასე რომ მე ნუ ზოზულია ყველგან იკეთებს ნაყოფს, ყველა მაშინ ნაყოფია ზოზულიას. მაგრამ კონკურენტმაც ძალიან გამაუცა გემონური თვისებებით. თუმცა რა თქმა უნდა, ხა ჯიშია და ყვავილებიც ექნება, ცრუ ყვავილებიც და ნაყოფიც ექნება, მაგრამ ნაყოფებსაც საკმაოდ იყეთებს. მიუხედავად იმისა, რომ აი ამ კიტრებს აქ სულ ერთხელ ქონდათ კვება და ნოლი შეწამლა და დამუშავება. და ძალიან საშინელი ამინდები იყო, რომ გადავრგე კარგა ხანს. კარგა ხანს იყო ძალიან ცუდი ამინდები. არ შევწამლი, მე მინდა რომ დავაკვირდე თვითონ რა შეუძლია. რა თქმა უნდა, მე როცა უკვე ჯიში მექნება უკვე და ავითვისებ ასე ვთქვათ ამ ჯიშს, მე მოუვლი კარგად და ის, მაგრამ მე ახლა მაინტერესებს რეალურად ამათი ამტანიანობა და გამძლეობა და თან იმასაც დავუმატებთ, რომ მე არ მცალი არაფრისთვის, არც შესაწამლად, არც შემოსაწამლად, იდეალური არის ახლა რომ დავაკვირდე ამ ყველაფერს
სანამ ასე არის რა, ასე თვითნებურად მიშვებული ყველაფერი. ხო, მოდი ბარემ აქვე ვიტყვი ზოზულიაზეც, იმიტომ რომ ზოზულია არის ის ბევრმა გადასარევი კიტრი არის რა, ჰიბრიდი არის, მაგრამ გემოვნულადაც გადასარევია, ხრაშუნა, აი უნივერსალურია რა, დასამწნილებადაც გამოდგება და ყველაფრისთვის. მე ამ ჰიბრიდის შესახებ და ადრე ეს ჯიში იყო ჩვეულებრივად და მე გააჰიბრიდეს, ვიცოდი ძალიან დიდი ხნის წინ რა. 70 წლის მაინც იქნება ეს ჰიბრიდი. აი ყველა მხარში რა თქმა უნდა, ეხა ჰიბრიდებს სარჭირდება, თვითდამტვერვადი არის. ხო, ასე რომ ეხა ზოზულიას რა თქმა უნდა აბსოლუტური რეკომენდაცია, თუმცა მთავარი მინუს ზოზულიას ის არის, რომ თესლით ვერ გავამრავლებთ, მაგრამ მე ვირჩევნია ვიყიდო ყოველ წელს ამის თესლი, იმიტომ რომ ძალიან ამტანი არის, გადასარევად გზნობს თავს, მიუხედავად ამ ცუდი ამინდებისა, კი ხედავთ აგერ როგორ არის და ცუდი ადგილის არჩეული. მომავალ წელს უკვე ვიცი კიტრები სად მექნება რა. ხო. ასე რომ აი რაც შეეხება ამ ორ ჯიშს. დანარჩენი რაც მინდა გითხრათ, რომ აგროსკოლის მშენებლობაზე ცოტა პაუზა გვაქვს აღებული, ფინანსები არ არის, არაფერი არ გროვდება, ასე რომ ვთქვათ და მე ჩემი ფინანსები უკვე ნოლზე მაქვს თითქმის. თუ გინდათ რომ ამ აგროსკოლის არსის კი არის, რომ აუდიტორია იყოს და მე ვიჯდე და ლექციებს უკითხავდე მხოლოდ ხალხს. აი ეს არის, აი რომ ცდები ჩატარდეს, შევხედოთ რა, რომელი ჯიშები დავტოვოთ, აი ნახეთ ყაბაყები როგორ არის გადასარევად, ხო ამაზეც ჩავწერ მე ვიდეოს. აი ეს არის აგროსკოლის ის რომ მეთოდები დავნერგოთ რეალურად სანახავადაც იყოს ადამიანებისთვის რომ მოვლენ, რომ აღარ გაწყდეს ადამიანი ეხა თოხნით და იმით ეხა ხედავთ რომ ამ კვალში მე 0 გათოხნა, 0 დაბარვა, აბსოლუტურად 0 ისინი რა ქვია ყველაფერი 0 რაც კი საჭირო იყო გაკეთება, ასე ვთქვათ ბოსტანში, რასაც ვაკეთებ ტრადიციულად რა და ამისთვის არის მეგობრებო აგროსკოლა საჭირო. ჩემი აქ ყოფნა ამ სხვადასხვა მეთოდების გატესტვა რა. ამიტომ გჭირდება თქვენი მხარში დგომა და ვისაც შეგიძლიათ შემოწირეთ, რაღაცა თანხა მოგროვდება, დავასრულებ იმ სახურავსაც ბოლომდე და მერე ზამთრისკენ უფრო ალბათ დავიწყებთ ლექციებსაც, როცა ცოტა მოვიცლი და ჩემ საქმესაც გავიყვან ბოლოში რომ მე აქ ვიყვე და რაღაც სამუშაოს ვარიანტშიც აქ მქონდეს. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ აი ამ კონკურენტით რა. ნუ კიტრების ძებნა როგორ მიყვარს ეს ბავშვობიდან. ჩემი საყვარელი საქმე იყო კიტრები და კვერცხების მოგროვება და ის ქათმები იმდენ კვერცხებს დებენ, უკვე დავიღალე მართლა აღარ გამოვისო მაცივარი კვერცხებით. ეხლა ვიღაცას უნდა ვაჩუქო ალბათ ეს ქათმებიც და კვერცხებს ხო ვაძლევ. აბა კარგად იყავით მეგობრებო, წარმატება ყველა ვინც შემოწირავს. ძალიან დიდი მადლობა, ვინც შემოწირეთ უკვე მათაც დიდი მადლობა და ვინც გვერდში მიდგახართ მორალურადაც, მაინც და რაღაც სიტყვიერადაც ყველას დიდი მადლობა რა, ვინც ხართ ჩვენიანები. ხა ბევრმა ახალმა შეიძლება უყუროს ამ ვიდეოს, მაგრამ გადახედეთ. რა ვართ, რა ჯგუფი ვართ. ჩვენი ვიდეოებს YouTube არხიც აგვაქვს იგივე სახელწოდებით და ნახეთ. აბა ნახვამდის.